რა განსხვავებაა მეგობრებო გამოჯამთელებასა და სიფხიზლეს შორის? განსხვავება რადიკალურია და 2 წუთში აგეხსნით ეხლავე ყველაფერს. სიფხიზლე არის მეგობრებო უბრალოდ მდგომარეობა თავის შეკავება კონკრეტულ სუბსტანციაზე ან თამაშზე. მაგრამ გამოჯამთელება სულ სხვა რაღაც არის, რადიკალურად განსხვავებული არის. რა თქმა უნდა, გამოჯამთელებაც იწყება და პირველი ნაბიჯი არის თავის შეკავება კონკრეტულ სუბსტანციაზე და თამაშზე. უпростоრად უარის თქმა. მაგრამ როდესაც ადამიანი ჯამრთელდება, იმისათვის რო არ მოხდეს რეციდივი და უკან დაბრუნება მოხმარებაში, გამოჯამრთელება მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს, ხო? განვითარებას როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. პირველი რაც არის მეგობრებო, ეს არის თერაპია, ხო? რას გულისხმობ თერაპიას, როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას, როდესაც ადამიანი იგებს, რომ დაავადებულია, მიდის კლინიკაში და იგებს დეტალურად ანამნეზს, ღებულობს მის დაავადებაზე, მოკლედ რა ჭირს. იგივე არის თუ ხარ ადამიანი დამოკიდებული და თუ თვლი რომ დამოკიდებული ხარ, უნდა გაიგო რა არის და ეს დაავადება, როგორ მუშაობს ეს დაავადება, რა არის ლტოლვა, ტრიგერი, უმართავობა და ასე შემდეგ. მეორე ეტაპი რაც არის მეგობრებო გამოჯამთელებაში, ეს არის პროფილაქტიკა, ძილის მოწესრიგება, კვების მოწესრიგება, ვარჯიში. მესამე მეგობრებო ეს რაც არის სოციუმი. თუ შენ ისევ დადიხარ ქსინის პრიტონში, ბულბულატორის წინ დგახარ ან კაზინოში დაყვების შენ მეგობარს და არა ძმა მე უკან დავდგები და ვთამაშობ, დამიჯერე მეგობარო ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდები უკან. ამიტომ მეგობრებო, თუ ვამბობ ხანდახან რომ იცი რა მე აი კაით თავი დავანებე და მორჩა, მეგობრებო, თუ არ ხარ გამოჯამთელებაში, ადრე თუ გვიან 1 თვეში, 2 თვეში, 6 თვეში, 1 წელში სავარაუდოდ დაბრუნდები უკან. იმიტომ რომ გამოჯამთელება არ არის მხოლოდ კონკრეტულ რაღაც სუბსტანციაზე, რაღაც თავის შეკავება. გამოჯამთელება არის ცხოვრების წესის შეცვლა, გამოჯამთელება არის სოციუმის შეცვლა, გამოჯამთელება არის დისციპლინა, გამოჯამთელება არის მუდმივი განვითარება, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი როგორ არის მეგობრებო მოწყობილი, ხო? ჩვენ ტვინს გამუდმებით ჭირდება დოფამინი, გამუდმებით ჭირდება ენდორფინი, გამუდმებით ჭირდება მელატონინი, სერატონინი, ოქსიტოცინი და როდესაც ვუწყვიტავ ნარკოტიკის მოხმარებას, რის ხარჯზე უნდა გავხდე მაშინ კარგად, ხო? რაღაცა ახალი უნდა მივაწოდო ჩვენ ტვინს, რაღაც ახალით ჯანსაღით უნდა გამოვყვებო და შესაბამისად მხოლოდ თავის შეკავების შემდეგ ხშირ შემთხვევაში რატოა ადამიანები ცუდად ხდებიან, ადამიანებს შავთეთრად ეჩვენებათ სამყარო, мотивაციას კარგავენ, ინტერესს კარგავენ და რატო? იმიტომ რომ ეს ერთი ნაბიჯი აქ თუ ჩერდები, ანუ წინ ვერ წავალ, ხო და წინ თუ ვერ წავალ, ვერც ერთ ადგილას ვერ გავჩერდები, როგორც ესკალატორზე ან ზევით მივდივარ, ან ქვევით ჩამოვდივარ, ერთ ადგილას ვერ გავჩერდები მეგობრებო. ამიტომ სიფხიზლესა და გამოჯამთელებას შორის მეგობრებო რადიკალური განსხვავებაა და თუ ხარ ახლა პირველ ეტაპზე და ანებებ ნარკოტიკებს თავს ან თამაშს ან შეწყვიტე, აუცილებლად დაიწყე მეორე ნაბიჯი, რაც არის თერაპია, რაც არის პროფილაქტიკა, იმისათვის უბრალოდ რომ ისწავლო რა დაავადებასთან გაქვს საქმე და როგორ არ დაუბრუნდე ისევ კვლავ უკან მოხმარებას. დიდი მადლობა.